გამარჯობათ, დღეს გესაუბრებით ცხოველებთან სწორი და არასწორი ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ცხოველები ძალიან კარგები არიან და ჩვენ ადამიანებმა მათზე უნდა ვიზრუნოთ და გვქონდეს ცხოველებთან სწორი ჯანსაღი ურთიერთობა, რადგან ეს ჰუმანური, ადამიანური საქციელია. ანუ რა ითვლება ცხოველებთან სწორ ჯანსაღ ურთიერთობად, ხო? როდესაც ცხოველს საჭმელს ვაჭმევთ, ან წყალს ვალევინებთ, ხო? ან ვეხმარებით რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მიყვავს ვეტერინართან. კი ბატონო, შეგვიძლია ხელითაც მოვეფეროთ ცხოველს, ხო? მან თავზე ხელი გადავუსვათ და მერე ის ხელები საპნით დავიბანოთ, რომ რაიმე დაავადება, ინფექციები არ გადაგვედოს. ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანო არის და არ არის სასურველი, როდესაც ცხოველი საცხოვრებელ სახლში ყავს ადამიანს. მაგალითად, საძინებელ ოთახში ყავს და თავის საწოლში უწევს ცხოველი, ეს ძაღლი იქნება თუ კატა იქნება, ხომ? აგრეთვე სადაც თვითონ საჭმელს მიირთმევს ადამიანი, ხომ? სამზარეულოში ზოგს ჩვეულებრივ ესე მაგიდასთან თეფს უდგავს და როგორც ადამიანი, ხო? აი ასე აჭმევს ცხოველს, რაც სრულიად მიუღებელია. კი ბატონო, ასე რომ ძაღლს უნდა ჰქონდეს თავისი ცალკე, ასე ვთქვათ, სახლი, ბუნაგი, სასურველია თუ ეზოიანი სახლი გაქვთ, ეზოიან სახლში ჰქონდეს ძაღლს, ცხოველს თავისი ადგილი. თუ კორპუსის ბინაში ცხოვრობთ, არ არის სასურველი, რომ ძაღლი ან კატა თქვენს საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდეს, რადგან ის გადაგდებთ უამრავ პარაზიტებს, ინფექციებს, უამრავ დაავადებებს, მაგალითად ექინოკოკი ან ფსორიაზი ან სოკოვანი დაავადება ან პარაზიტები, ხო, თმის ცვენაც კი და უამრავი პარაზიტები. აგრეთვე ძალიან ისეთი სერიოზული პრობლემა არის დღესდღეობით ცხოველებთან სქესობრივი კავშირი, ხო? პრინციპში სქესობრივი კავშირიც არ არის გადახრა არის ეს, ხო, ნორმიდან. ეს ძირითადად მოდის უფრო იქით ინდოეთიდან, იმიტომ რომ იქ ცხოველებთან ქორწინება დღესაც არის, ხო? რელიგიურ ფანატიზმშია ის ხალხი. მოკლედ, ასე რომ არასწორია ცხოველებთან ფიზიკური სიახლოვე, ანუ ფსიქიკური პრობლემები აქვთ იმ ადამიანებს, ხო? ანუ ფსიქიატრიული პაციენტები არიან, ვისაც ცხოველებთან აქვთ სექსუალური კავშირი. ასევე ცხოველებთან ტუჩებში კოცნა, ხო? ესეც რა თქმა უნდა, ჯერ არაჰიგიენურია, უამრავ პარაზიტებს და დაავადებებს თანაც ადამიანის და ცხოველის ურთიერთობა, ხო? ეს სიგიჟეა. კი ბატონო, ასე რომ სანამ ცხოველს სახლში იყოლიებთ, კარგად დაფიქრდით, რა ზიანის მოტანა შეუძლია თქვენთვის ამ ცხოველებს და ასევე თქვენ პასუხისმგებლობა გაკისრიათ, ხომ? უნდა იზრუნოთ ამ ცხოველებზე. არ გაქვთ უფლება რომ აწვალოთ, ხომ, ეს ცხოველები ან სცემოთ, დატანჯოთ, არიან ბავშვებიც კი რომ ცხოველებს სტანჯავენ, აწვალებენ და ამით სიამოვნებას იღებენ. ასე რომ უნდა გქონდეს ცხოველებთან ჯანსაღი ურთიერთობა და თუ გინდათ რომ იყოთ ჯანმრთელები, არ გყავდეთ ცხოველები, ეს ძაღლი იქნება, კატა იქნება თუ სხვა ცხოველი თქვენს საცხოვრებელ სახლში. ასე რომ გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და იცხოვრეთ სწორად და ჯანსაღად.